მოგესალმებით, მეგობრებო, მანამდე ჩაგიწერეთ იუპიტერი ლომის ტრანზიტზე ზოდიაქოს ნიშნებზე და მივედი კითხებამდე და ახლა მინდა ლომში გადავიდეთ უკვე დრო არის ზოდიაქოთი ლომებისთვის რა პერიოდი შეიძლება იყოს, მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვისაც ასციდენტი პირველ გრადუსებიდან ეწყება ლომში, მათაც შეეხება ეს, ხო? იმიტომ რომ ლომის ენერგია ხა პირველ სახლში რო გადის იუპიტერი, მაგალითად, ხო? იგივე არის ხა მზით ლომებისთვის, მათ მზის ცენტრში პირველ სახლში გავა ეს იუპიტერის ენერგია. იუპიტერი აფართოებს, ახალ ჰორიზონტებს გვისახავს, ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს და ბევრი ლომისთვის ეს იქნება ახალი შესაძლებლობების ჰორიზონტის გახსნის ენერგია. ზოგისთვის პირდაპირ მნიშვნელობით გაფართოება ექნებათ ცხოვრებაში ბევრი მიმართულებით, მაგალითად პიროვნული განვითარების კუთხით, თვითგამოხატვის კუთხით, ლიდერობის კუთხით, ხო? მინიმუმ ეს არის დიდი ოპტიმიზმი, დიდი ოპტიმიზმის შესაძლებლობების, განვითარების, ხო? აი, კარგი იუპიტერი ჩვენთან ეს არის დიდწლოვანი ენერგია, პოზიტივი და დიდი იმედები. აი ახლა ყველაზე მეტად იმედის ენერგია გადავა ლომების ზოდიაქოებისთვის. ან ვისაც ასციდენტი ყავს ლომში, მაგალითად საწყის გრადუსზე, ხა თუ ბოლო გრადუსი არის, ცოტა მერე გადავა ასციდენტზე. ანუ მაინც ასეც ესე პირველ სახლზე გავლით, მაგრამ მაინც თუ პირველ გრადუსებზე არის პირველ სახლში ასციდენტიც, თუ მზით ლომებისთვის ერთნაირად შეგვიძლია ეს გავიგოთ და პირველი სახლი ეს გაფართოება არის შესაძლებლობების თვითგამოხატვის, აი, ბევრად გაიზრდება შარმი, მაგალითად ლომებისთვისაც და პირველ სახლში ვისაც გაზდის იუპიტერი, გაიზრდება პოპულარობა, ესე ვამბობთ ხოლმე და ფიზიკური ენერგია. ანუ ყველაზე მინიმუმ ეს არის ხოლმე, რომ იუპიტერი აი ძალიან ესე აძლიერებს ჯანმრთელობას, აძლიერებს შინაგან სადღაც ესე რომ ვთქვათ შესაძლებლობებს, ორგანიზმის შესაძლებლობებს და პლუს თვითგამოხატვას, შარმს. წარმატების პლანეტა არის შესაბამისად იუპიტერი და ადამიანებს ექნებათ განცდა, რომ სადღაც იღბალი მათ მხარეს არის. და ახლა საკმაოდ კარგი პერიოდი იქნება ზოდიაქოთი ლომებისთვისაც და ვისაც ასციდენტი ლომში ყავთ და მაქსიმალურად უნდა იაქტიურონ ამ პერიოდში ერთ-ერთი კარგი იღბლის დასაჭერად კარგი პერიოდი არის. თან მთელი წლის განმავლობაში თვითონ ზოდიაქოთი ლომებს ექნებათ და აი ვისაც ასციდენტი ყავს ლომში, როგორც წესი ახლა ერთი ნიშანი არ არის ხოლმე ასციდენტზე, ორი ნიშანი არის ხოლმე და შესაბამისად მინიმუმ 1-2 წლით გავლით ასციდენტზე იუპიტერი განსაკუთრებით უფრო მნიშვნელოვანია შეერთებისას, აი როცა უკვე სპეცუ ერთდება და პირველ სახლში, ეს არის გამოჩენის პერიოდი. ზოდიაქოთი ლომებსაც ექნება და ასციდენტი ლომებსაც გამოჩენის პერიოდი. აი ეხლა შეიძლება დაინახოს ბევრმა. ყოველ შემთხვევაში შანსებიც იმატებს, იღბალიც იმატებს და შემოთავაზებებიც იმატებს ხოლმე როგორც წესი. და ეს ნამდვილად გამოსაყენებელი არის ორივე ენერგიისთვის, ხო? ახლა რაც შეეხება ქალწულებს, ქალწულის ზოდიაქოსთვის ეს არის უკვე მე-12 სახლის ენერგია. ეს არის, იცით როგორი ენერგია არის მე-12 სახლი ჩვენთან უფრო თვითჩახმავების, უფრო ფსიქოლოგიურად, აი ფარულად რო რაღაც პროცესები მიდის, თითქოს ესე მაინც არ ჩანს, მაგრამ შიგნით, შინაგანად ფართოვდება ადამიანი, ხო? სადღაც შინაგანად ფსიქოლოგიურად შეიძლება ესეთი ინსაიდები გქონდეთ. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი არის, თქვათ, ემიგრაციისთვის, იმიტომ რომ მე-12 სახლი ჩვენთან ემიგრაცია არის. მე-12 სახლი არის ფსიქოლოგიური თვითჩაღრმავება, იზოლაცია, მაგალითად მარტო სეირნობა ბუნებაში ძალიან ბევრი ქალწულის ენერგიისთვის, ან ტრანზიტული იუპიტერი გაგვდის მე-12 სახლში, მაგალითად, მათთვისაც საკმაოდ ესე დატვირთული იქნება, აი ბევრ რაღაცას, ბევრი ცნობიერებაში, ბევრი რაღაც რო ფართოვდება მარტოობაში, განსაკუთრებით სიმშვიდეში, სიწყნარეში, თვითჩაღრმავება, რიტრიტები, მედიტაციები, აი ამ მიმართულებით ძალიან დიდი ინტერესის და შესაძლებლობების იძლევა. ისა შესაძლებლობებიც იზრდება, ხო, გარკვეულწილად. ქალწულის ენერგიისთვის თუ ტრანზიტული იუპიტერი მე-12 სახლში გაგვდის, ერთ-ერთი კარგი პერიოდი არის სადღაც კულისებში, აი საკუთარ შინაგანად რო ღვინდებით, შინაგანად რო ვიზრდებით და მერე რო უკვე პირველ სახლში გადმოვა ეს ყველაფერი, ხო, მერე იქნება ეს უკვე გამოხატული. აი მანამდე ლომებს ჰქონდათ ზოდიაქოთი ლომებს მე-12 სახლში, სადღაც უკან რო გზნობ, რო ჩუმად რაღაცა მწიფდება
და ეხლა ეძლებათ გამოხატვის შესაძლებლობა. ეხლა ეს პერიოდი ედგებათ ქალწულებს, რა ის შინაგანად დაღვინდნენ, შინაგანად გაფართოვდნენ, ეს უხილავი ძალები არის. მე-12 სახლი ვიღაცა შეიძლება ფარული დამცველები აღმოაჩნდეს. სამსახურში ვიღაცები რო არის, ხო იცით, სიტყვას წაგვაწევს, რაღაც პოზიტივ სიტყვის არ ჩანს ეს, მაგრამ გვეხმარებიან. მე-12 სახლმა ხშირად იცის ეს ფარული დახმარება, ფარული ხარდაჭერა. და ზოგჯერ შეიძლება გქონდეს ადამიანს განცდა, რომ აი შეიძლება არ ჩანს ესე, მაგრამ მე სადღაც ვიცი, რომ ხარს მიჭერენ. და შეიძლება ეს იყოს უფრო ფსიქოლოგიური დაცვა, უფრო ფსიქოლოგიური დახმარება, ან შინაგანი ღერძი სადღაც, რომ აი უფრო იუპიტერი იძლევა ოპტიმიზმს უფრო საკუთარ თავში ჩაბრუნებაში, ხო, რომ სადღაც ღერძი ვიპოვოთ, ხო, ამიტომ არის კარგი თერაპიული მუშაობები, ამ შემთხვევაში ყველაზე ძლიერად, ესე რომ ვთქვათ, და ერთ-ერთი კარგი ტრანზიტი არის უფრო ამ მიმართულებით, ვიდრე ფიზიკურად გამოჩენისთვის, ხო? ეხლა თან ის არის მნიშვნელოვანი, რომ ქალწულებს გადაუვიდათ სატურნი დიხანია უკვე, მაგრამ მთელი ორწელნახევარი ყავდათ ოპოზიციაში მათ მზესთან და ეხლა ბევრად უკეთესად უნდა იგრძნონ თავი წესით, ხო? ეს მნიშვნელოვანი არის მათთვის და მე-12 სახლი უფრო გარკვეულწილად აფართოვებს ემიგრაციას, სულიერებისკენ სწრაფვას, განმარტოებისკენ სწრაფვას, ან ფარულად სადღაც კულისებში რაღაცების კეთება რო გვინდება და დიდად გამოჩენა რო არ გვინდა, იმიტომ რომ მერე გადმოვაგო იუპიტერი პირველ სახლში, აი გამოჩენის ეტაპი უკვე მერე წავა. ეხლა რაც მე-12 სახლში გვინდება, მერე გამოდის ის ზედაპირზე, ესე მუშაობს, ხო ეს იუპიტერი. ეხლა რაც შეეხება სასწოლის ზოდიაქოს ნიშნებს ან ტრანზიტული იუპიტერი, როდესაც გვიჩნდება მე-11 სახლში. მე-11 სახლი არის სოციალური აქტიურობა, ჯგუფები, ხალხმრავლობა მაგალითად, ეს არის მეგობრების ზონა, შეიძლება მეგობრები დაეხმარონ, შეიძლება სოციალურ მედიაში ძალიან აქტიურები იყვნენ, სოციალურ ქსელში მაგალითად აქტიურები იყვნენ, ზოგისთვის შეიძლება ეს ზოგიერთი სასწორისთვის ეს იყოს გაფართოება და დიდი შესაძლებლობები, მაგალითად, რაც უფრო ჯგუფურ პროექტებში ჩაებმებიან, ან მაგალითად როგორ გითხრათ, თანამოაზრეებთან რაც უფრო გააზიარებენ თავიანთ იდეას, ეს უფრო პოზიტივი იქნება. ზოგადად მე-11 სახლი ასტროლოგიაში იღბლიანი სახლი არის. მომავლის ხედვების სახლი არის და ბევრი სასწორისთვის შეიძლება ეს იყოს კარგი შესაძლებლობა დაინახონ მომავალში რა მიზნები მაქვს, საით უნდა წავიდე, მაგალითად, მომავლის იმედების სახლი არის ზოგადად მე-11 სახლი და კარგ შესაძლებლობებს გააძლიერებს. ფინანსურადაც ძალიან კარგად მუშაობს ხოლმე მე-11 სახლი, ზოგადად მე-5 მე-11 სახლი კარგად მუშაობს, აი სუფთა ცით როგორი ფინანსები არის ეს, აი შესაძლებლობები რო გვეხსნება რაღაცნაირად და იქ ინვესტიციები იქნება, იქ ვიღაც დამხმარე იქნება ფინანსურად რაღაცეებში მაგალითად, აი ესეთი სახლი არის მე-11 სახლი და პლუს ეს არის დახმარება მეგობრებისგან. გაადიდებს, შეიძლება გაადიდოს პრობლემებიც ახლა მეგობრებისგან, თუმცა უფრო მეტად პოზიტივს ველოდებით ხოლმე იუპიტერისგან და უფრო ეს არის სასწორებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ოპოზიცია აქვთ სასწორებს სატურნისგან, ხო, და ცოტა შემაფერხებელი არის. აი წინასწარ გითხარით, რომ ვერძი სასწორის ღერძი, ახლა ცოტა რთულ პოზიციაშია სატურნის გამო. სატურნი გაჩერება არის და მარა იუპიტერის სახლები სერიოზულად დაეხმარება მათ, იმიტომ რომ მე-11 სახლიც და მე-5 სახლიც ორივე საკმაოდ პოზიტიური არის და ეს სასწორისთვის შეიძლება ეს მე-11 სახლის ენერგია საკმაოდ იმედის მომცემი იყოს, გაფართოება, შესაძლებლობები, სოციალური მედია, ინტერნეტი მე-11 სახლი არის ჩვენთან ზოგადად და ციფრული სამყარო. აი, რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, მომავალს მოვერგებით, ჯგუფთან მოვერგებით, მით უფრო იღბალი ჩვენ მხარეს იქნება. აი, უფრო ესე ვიტყვეთი, ხა? სხვა შერის მორიელი ზოდიაქოებს ან მე-10 სახლში თუ გაგვდის ტრანზიტული იუპიტერი, მე-10 სახლი მორიელებს მე-10 სახლში გაუდით და გააფართოვეთ მათ სტატუსს სხვათა შორის, ახალი შესაძლებლობები კარიერაში, მაგალითად, შეიძლება ახალი ჰორიზონტები დაინახონ კარიერაში. კარიერა ისეთ როგორ რაღაც არის, შეიძლება მაგალითად ესე კარიერას არ მივდევდე, მაგრამ ჩემ საქმეში ვიყო
საკმაოდ ავტორიტეტული, ხო, ვიღაცეებისთვის. ეს არის მეათე სახლი. აი, ჩემი პირადი მიღწევები რამდენად დანახვადი არის ეს საზოგადოებისთვის, რამდენად შემიძლია ეს გავიტანო საზოგადოებაში. დაწინაურებები მეათე სახლიდან მოდის, რომელიღაც ზოგიერთ მორიელს შეიძლება ქონდეს კარგი შემოთავაზებები სამსახურიდან, დაწინაურებები, ანუ უფროსობა, რომელიც სადღაც დაინახავს და შეამჩნევს მათ, იმიტომ რომ ლომი ეს არის ზუსტად ეს შემჩნევა მაგალითად. მეათე სახლი არის ნიჭი და უნარები ჩვენი, რომელიც სადღაც სახელს მოგვიხვეჭავს, ესე რომ ვთქვათ, და ძალიან ბევრისთვის ეს შეიძლება კარიერული წინსვლის ერთ-ერთი ფაქტორი იყოს და ერთ-ერთი დამხმარე სერიოზული. მინიმუმ აფართოვებს ჩვენს შინაგან პოტენციალს სადღაც. მე უკვე უფრო მსუბუქად დავინახო რა მინდა ამ ცხოვრებაში, რა შესაძლებლობები მაქვს კარიერული კუთხით, ხო, და ეს არის პასუხისგებლობები და სტატუსი, მაგალითად, ზოგმა შეიძლება საერთოდ თავისი ბიზნესი დაიწყოს, ან თავის საქმე დაიწყოს, იმიტომ რომ მეათე სახლი ეს ჩვენთან ეს არის ჩემი საქმიანობა, ჩემი ბიზნესი, ჩემი პროექტი, მოდი ესე ვთქვათ, ხო? და აი აქ შეიძლება ბევრი მორიელისთვის უფრო ფოკუსი, ყველა ვარიანტს ვიძახი, ვიღაცას აქ ექნება მაგალითად, იქ თუ მე გამდის მეხუთე სახლში ტრანზიტული იუპიტერი სიტყვაზე, ხო? და იქ მე ზოდიაქოთი სხვა ნიშანი ვარ, აი შეგიძლიათ ძალიან კარგად აი რაღაცნაირად იმას ქნათ, დააკავშიროთ, ხო? და ორივე ინფორმაცია დაამატოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ აი სინთეზურად მუშაობს ხოლმე. პირველი წამყვანი არის რომელ სახლში გაგვდის ნათალ როკაში და მე მზით რომელ სახლში იქნება, ეს დამატებითი ინფორმაცია არის, ხო, აქ სადღაც. და ეს მნიშვნელოვანი არის. ასე რომ მორიელებისთვის საკმაოდ კარგი ტრანზიტი არის, იმიტომ რომ მეათე სახლი ეს სადღაც სტატუსის თვით გამოხატვის სახლი არის და კარგი იქნება უფრო ლომურად გამოხატონ საკუთარი შესაძლებლობები. კიდევ არის დაწინაურებები, კიდევ არის რაღაც კურსებს რო ვიღებთ, კიდევ უფრო პროფესიულად რო ვითარდებით, აი ეს შანსები ექნებათ და უნდა გამოიყენონ წესით და რიგით, ხო? ხა რაც შეეხება შილდოსანს და ტყუპებს ერთ-ერთი კარგად უჯდებათ, ფაქტობრივად თავიანთ სახლებში უჯდებათ ეს ტრანზიტი. ტყუპებს მესამე სახლში უჯდებათ, რომელსაც ასევე მესამე სახლი მართავს ტყუპებს თვითონ, უბრალოდ ტყუპები მართავს მესამე სახლს, ასევე შილდოსნისთვის ეს იქნება მეცხრე სახლი. მეცხრე სახლში იუპიტერი ეს იქნება ან მიზნების ახალი პერსპექტივით დანახვა, რომ მეცხრე სახლი არის, აი შორს რო ვიყურები. აი სუბთა ფსიქოლოგიურ დონეზე მე რო შემიძლია 2 დღის იქით გავიხედო. ანუ ეხლა თავარია რაღაც დღევანდელი დღე კარგად კონდეს და წლებზე რო არ ვიყურები, ეს არ არის მოკლე ხედვა, არ არის შილდოსნის და მეცხრე სახლის პირიქით შორი მიზნები, შორი ხედვები, აი როცა შემიძლია დავინახო, აი ახლა მე რასაც ვაკეთებ, რა შედეგს მომცემს ის რაღაცა პერიოდში, ხო? აი ეს ენერგია აქვს მეცხრე სახლს და ფიზიკურ დონეზე ეს არის ზოგჯერ ემიგრაცია, მოგზაურობები, შეიძლება ძალიან ბევრს გაუფართოვდეს ცნობიერება, არა მარტო ფიზიკურად, შეიძლება მოგზაურობაც იყოს მათთვის აქტუალური უკვე, აი, აბა იქით რა ხდება, აბა შორი მიზნები რა არის ჩემთვის, ამავე დროს ფიზიკურადაც იმოგზაურონ, მაგრამ ეს სოფხედელობის შეცვლაც არის, გაფართოება არის სოფხედელობის მაგალითად ზედასურათიდან დახედვა პროცესების. ანუ შორ იღბლიანი სახლია თან მეცხრე სახლი იუპიტერიანული იმედების, ოპტიმიზმის სახლი არის, მაგრამ შორ პერსპექტივაში ხედვები უფრო მოემატებათ მათ. ზოგისთვის ეს სწავლა-განათლების თემა შეიძლება ძალიან პოზიტიური იყოს, ან თუ მეცხრე სახლში გაგვდის იუპიტერი, გააფართოვებს ეს ძირითადად ეს ტრანზიტი განათლების ან სადღაც აღიარების თემასაც, რამდენად ჩემს სოფხედველობა, რამდენად ჩემი შინაგანი რაღაც ოპტიმიზმი სხვებისთვის დასანახი არის, ხო? ოღონდ სხვებისთვის დასანახი როგორი კუთხით, იცით, რომ აი ზოგი შეიძლება პედაგოგიკაში წავიდეს, ზოგმა შეიძლება რაღაცნაირად დიპლომი აიღოს, ხო? აქ შილდოსნებზე ვლაპარაკობ. ზოგი იყოს, რომ აი საზღვარგარეთ მოგზაურობ, აი იღბლიანად ვარ, აი კარგად ვარ, ხო, სადღაც, აი ეს შესაძლებლობები უჩნდებათ აქ შილდოსნებს. ვისთან როგორ გათამაშდება, ვისთან როგორ გათამაშდება, ხო? აი ეს უკვე პირად რუკას გააჩნია და კონტექსტს გააჩნია, როგორ ცხოვრობს ადამიანი, ხო, სადღაც. ხა რაც შეეხება აქ უკვე თხის რქებს, ხო? თხის რქებისთვის ეს არის პერიოდი, როდესაც გადადის ტრანზიტული იუპიტერი მერვე სახლში. მერვე სახლზე ახლა ცოტა ნეგატიურადაც არის ხოლმე, რომ აი კრიზისები, აი საფრთხეების ზონა, მაგრამ ამავე დროს არის მეუღლის ფული, პარტნიორების ფული და
ჩემი ფინანსური შესაძლებლობები ასევე აღარ უფრო დიდ მასშტაბებში, ვიდრე უბრალოდ ჩვეულებრივი მეორე სახლის ხელფასი, ხო? მეორე სახლში იუპიტერი ძალიან ამბიციებს ზრდის ფინანსებში. შეიძლება სერიოზული მემკვიდრეობის შანსები გქონდეთ, ვისაც თხის რქა ყავს, მაგალითად ზოდიაქოს თხის რქებზე ვლაპარაკობ. შეიძლება გქონდეთ გაუფართოვდეთ რაღაც აი დიდი მატერიალურ მანქანა შეიძინონ, დიდი საყიდლები მეორე სახლი არის, შეიძლება სადღაც გქონდეთ დიდი ამბიციები ბიზნესის დაწყების. ერთადერთი ცოტა ნეგატივი შეიძლება აქ იყოს, არ გადააჭარბონ რისკებს ფინანსურს. და აქ ამ დროს შეიძლება ზოგისთვის პირიქით ფინანსური შესაძლებლობები გაიზარდოს, რისკი გავწიო და აქედან კარგად მივიღო, ხო? ზოგადად ეს სახლი არის მერვე სახლი, ზოგისთვის ეს იქნება უფრო ფსიქოლოგიურად ჩაღრმავების პერიოდი, სადღაც აი გამძლეობა რამდენად მაქვს შინაგანი, აი იქ მიფართოვდება ცნობიერება მაგალითად, ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ახალი შესაძლებლობები, აი სუფთა ფინანსურად რო გითხრათ, ხო, რესურსებში. მერვე სახლი არის, იცით როგორი სახლი ჩვენთან კრიზისებთან ერთად ეს მართავს რისკს, ეს მართავს ამტანობას და გამძლეობას. და აი ამ კუთხით შეიძლება ისე მარტივად შეგვახედოს უკვე იუპიტერმა რაღაცებს, რაც ადრე ჩვენთვის ცოტა რთული იყო, ხო? ზოგისთვის ეს თერაპიულად იქნება რაღაცა ღრმა ტრავმების ძალიან მარტივად გადახედვა და მოგვარება, ესე რომ ვთქვა, მარტივად იმ იუპიტერს მარტივად უყარს ყველაფერი. ზოგისთვის ეს იქნება ძალიან დიდი შემოსავლები, აი როგორც კირჩხიბებისთვის მეორე სახლში ზრდის ფინანსებს, შემოსავალს ზრდის, თხის რქებისთვისაც შესაძლებელი არის რომ გაიზარდოს შემოსავლები აქ სადღაც და აი თუ განსაკუთრებით ვინც ახლა ისე მუშაობს, არა ხელფასზე, არამედ ან ბიზნესი აქვს თავისი, მაგალითად, ან პროექტებზე მუშაობს, აი ნაკადი შეიძლება გაზარდოს ამ მიმართულებით იუპიტერმა, ხო? ეს კარგიც არის რაღაც მხრივ, ხო? რაც შეეხება მერწყულებს გადასდით უკვე ოპოზიციური ენერგია არის უკვე აქ და გადასდით მეშვიდე სახლში, მეშვიდე სახლი პარტნიორები არის, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ხალხში გამოსვლა, ლომით თვითონ უნდა ბრწყინავდეს. და სხვა არავინ არ ჭირდება, მერწყული შემთხვევაში მის ფოკუსში წავა რამდენად საზოგადოებას ერგება, რამდენად დათმობა შეუძლია, რამდენად შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობები სხვებთან, იმიტომ რომ მეშვიდე სახლი არის მეგობრებო სხვები, აი ჩემს წინ ვინც დგას ყველა. და აი მან ხდება იღბალი, რამდენადაც უფრო დიპლომატიური იქნება, რამდენად მოერგება გარემოს, იმასაც უსმენ, ამასაც უსმენ მაგალითად, ხო? ზოგადად შეიძლება უბრალოდ ახალი პიროვნული არა, უფრო ახალი პარტნიორებიც კი გამოჩნდნენ, როგორც საქმიანი, ასევე სასიყვარულო კუთხით, ხო? და იუპიტერი დიდი გაფართოება უფრო წინ მოდის, ესე რომ ვთქვათ, იუპიტერიანელი შეიძლება მოუვიდეს, რომ გარკვეულწილად ზოგიერთ მერწყულს, ან საზოგადოებაში ხალხთან ურთიერთობა გაიზარდოს, რიცხოვნობა გაიზარდოს საზოგადოების, მაგალითად, ბევრ ხალხში მოუწიოთ ყოფნა სიტყვაზე, ან ინტერესიც გაიზრდება საზოგადოების მიმართ, პარტნიორების მიმართ აქ, ხო? და კარგი შანსები არის ახლა უფრო ხალხში იარონ, ან საზოგადოებაში გამოჩნდნენ მერწყულები, უბრალოდ იცით რა არის აქ პლუტონიც არის და ვისაც ახლა ზუსტი შეერთება აქ პლუტონი მისის. ცოტა ზეწოლა იცის პლუტონმა, ცოტა იძულებები იცის ხოლმე და ერთი არის რომ აქ ოპოზიციაში რო გვიჯდება იუპიტერი, შეიძლება ახლა მე მერწყული არა ვარ, ისე ვამბობ. შეიძლება გქონდეთ იმაზეც ველოდი, ვიდრე მივიღე თემა. ანუ გაადიდოს მოლოდინები, მაგრამ თუ ახლა ადეკვატურად შევხედავთ, ხო, აქ შეიძლება ბევრი პოზიტივიც მიიღონ, მაგალითად ახალი პარტნიორული ურთიერთობა, ახალი საზოგადოებრივი კონტაქტები, მაგალითად, ხო, ახლა ვიღაცასთან შეიძლება ცოტა ნეგატიურადაც იმუშაოს, გაადიდოს პლუტონი, მაგალითად, ხო, ან გაადიდოს სადღაც რომ მე ესე მეგონა და თურმე სულ სხვა გამყოფილ ვარ, ხო, ახლა ნათალურ უკაში როცა იუპიტერი მზის ოპოზიცია გვაქვს, ეს ნიშნავს ჩემი შესაძლებლობები გავადიდო, არც ისეთი მაგარი ვიყო, როგორც მეგონოს. ეს ცოტა დარკ ასტროლოგიურად რო აგიხსნათ, ხო, მაგრამ ტრანზიტშიც დაახლოებით ესე შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ შეიძლება პირიქითაც იყოს, რომ მე იმაზე მეტი ვარ, მაგრამ რატომღაც მე სადღაც მგონია, რომ არ ვემსახურებ ვიყო იუპიტერიანულ იღბალში. და ახაც მე იუპიტერის ტრანზიტს უყურებთ ხოლმე ჩვენ დროკაშიც როგორ არის იუპიტერი, რამდენად ვიჭერთ ამ შინაგან
თვითღირებულების ენერგიას, ეს კიდე ცალკე საკითხი არის, ხო, ესეც მნიშვნელოვანია. ეხლა ზოდიაქოთი თევზებს უჯდებათ მე-6 სახლში, მე-6 სახლი ეს არის სამსახური, შეიძლება გააბევროს საქმიანი სფერო, სამსახურებრივი სფერო, ზოგ შეიძლება მოუგვაროს თუ რამე ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა მანამდე. განსხვავებულად შეხედოს, თქვათ, რუტინას, ყოველდღიური რუტინა არის ეს მე-6 სახლი ჩვენთან, მსახურება არის, სამსახური არის. ეს არის ამავე დროს, იცით, როგორი სახლი, მე-6 სახლი, აი თუ რამე არ მქონდა მოწყობილი და დალაგებული ჩემს ცხოვრებაში, კვება, მაგალითად იყო წონის პრობლემა მქონდა სიტყვაზე, აი იუპიტერმა ახალი შესაძლებლობები გამიხსნას, ეს დავალაგო. თევზებისთვის იქნება კარგი პერიოდი დაალაგონ თავიანთი ცხოვრება, როგორც ფილოსოფიური გაგებით, ხო? აი რაღაცნაირად პრაგმატიზმით, მიწაზე მყარად დგომით დავალაგო ჩემი ცხოვრება, რას ვაკეთებდი არასწორად აქამდე და რა მჭირდება ამისთვის, რომ დავალაგო ეს ჩემი ცხოვრება. აი რუტინა ყოველდღიური ან კარგი შესაძლებლობები სამსახურში, კარგი სამსახური ვიშოვო მაგალითად, ხო? კარგი ის მქონდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სიტყვაზე, ხო? ბევრი შესაძლებლობები მქონდეს მაგალითად სამსახურებრივად ან ძალიან იღბლიანად და კარგად ვიგრძნო, ან სამსახურის გამო ვიმოგზაურო ძალიან ბევრი, ხო? ესეც შეიძლება იყოს. აი ამ ყველაფერს ადიდებს იუპიტერი. რა თქმა უნდა, იქ ცოტა ნეგატივით შეიძლება იყოს, ახლა გაადიდოს სიტყვაზე, აი მუდმივ წრომანებზე რუტინული შრომა სიტყვაზე. ხო, მაგრამ მაინც მე მგონია, რომ აქ უფრო პოზიტიურად რო შევხედოთ, ეს იქნება კარგი შესაძლებლობები სამსახურებრივად. აი მას მიაქციეთ ყურადღება, ვისაც ნათალურ რუკაში გაქვთ მაგალითად მე-6 სახლში, ან იქ მე-7 სახლზე როცა ვილაპარაკეთ, აი ეცადეთ, რომ თქვენ პირად რუკაში რომ სახლში გადის იუპიტერი ლომის ოდაში, ხო, აი იმას მიაქციოთ ყურადღება. მოკლედ ეს მინდოდა მეგობრებო თქვენთვის მეთქვა, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო. ველოდები ხოლმე თქვენგან კომენტარებს, ველოდები ლაიქებს ხოლმე, თუ გაინტერესებთ ხოლმე და ამატებით რაღაც კითხვები გაქვთ ხოლმე, შეგიძლიათ დაწეროთ. ვცდილობ ხოლმე ყოველთვის რომ უპასუხო და ბევრ წარმატებებს გისურვებთ ამ იუპიტერის ტრანზიტზე. იმედია რაღაცნაირად დიდ შესაძლებლობებს გააფართოვებს ეს იუპიტერი. ავადროებით.